ჩვენი ისტორია ნორვეგიაში 2018 წელს იწყება, როცა სამყაროს უკიდურეს ჩრდილოეთში პირველად გადავწყვიტეთ წასვლა. ეს იყო მეგობრების მოგზაურობა გერმანიის ქალაქ შტუტგარტიდან ჩრდილოეთ ნორვეგიამდე. გავიარეთ მთელი გერმანია, დანია, შვედეთი და აღმოჩნდით ჯადოსნურ ქვეყანა ნორვეგიაში. არც ერთი მოგზაურობა ასე თქმულად არ მახსენდება, როგორც პირველი ნორვეგია. ეს იყო ყველაზე მწვანე და უხრწლიანი ქვეყანა, რაც კი მეოდესმე მენახა. კონტრასტული, სუფთა, მოვლილი, მდიდარი და თავისუფალი. ვილაშქრეთ ტროლის ენაზეც, ფალფით როგზეც და 25 დღის განმავლობაში შევძელით და ვნახეთ სამხრეთ ნორვეგია. მანქანით გავიარეთ 7500 კილომეტრი და მივედით ჩრდილოეთის საზღვრამდე. სამწუხაროდ მაშინ ჩვენი მოგზაურობა ქალაქ ტრონჰეიმში დასრულდა. ეს იყო საზღვარი ჩრდილოეთთან. შემდეგ იყო გზა უკან შტუტგარტამდე და გამოფრენა სამშობლოში. ნორვეგიაში მოგზაურობის შემდეგ იყო ბევრი სხვა მოგზაურობა. გავიდა წლები, მაგრამ ყველა ჩვენგანი ვფიქრობდით იმ შეუსრულებელ მისიაზე, რაც 2018 წელს ვერ შევძელით. ეს იყო ლოფოტენის კუნძულები და ზოგადად ჩრდილოეთ ნორვეგია. ამიტომ არასრული შემადგენლობით, მაგრამ 2022 წელს ისევ დავბრუნდით. ახლა უკვე პირდაპირ ჩრდილოეთ ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში. ეს იყო შემოდგომის საოცარი თავგადასავალი, როცა დღის მანძილზე უყურებ წყლიდან ამოჭრის საოცარ მთებს, კუნძულებს, წყალზე გაშენებულ ქალაქებს, ფერადი სახლებით, ღამით კი ჩრდილოეთის ნათებას, რომელიც ყველაზე ზღაპრული რამ არის, რაც კი ოდესმე მინახავს. წარმოიდგინეთ მომენტი, როცა ცაში ხედავთ ნათებებს, რომელიც შენ თვალწინ ცეკვავს, მოძრაობს და ფორმებს იცვლის. ცადე და ვნახეთ ვეშაპებიც, რომლებიც უფრო ჩრდილოეთიდან მოცურავენ ნორვეგიის კერათა გამოიზამთრონ. მაგრამ ამ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდით რა სანახაობა გველოდა წინ. ნორვეგია ის ქვეყანა არის, რომელსაც ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს. იმდენად დიდი, რომ 2024 წლის მიწურულს ისევ გადავწყვიტეთ წასვლა. ამჯერად ზუსტად იმ ქალაქში მივფრინავთ, სადაც 2018 წელს შეწყდა ჩვენი მოგზაურობა. ქალაქი ტრონჰეიმი. ეს არის ბოლო ნაწილი, რომელიც ნორვეგიის სრულად აღმოსაჩენად გვჭირდება. ჩვენი მოგზაურობაც აქ იწყება. I just wanna fall, wanna dive into your light. It warms me like the sun and stays reflected in the sky. A river running deep slowly washes over me. It's the calm, the love, the hope that runs through me. ესე იგი, ახალ ეპიზოდს ვიწყებთ და ალბათ უკვე მივხვდით, რომ კიდევ ერთხელ მივფრინავთ ჩრდილოეთ ნორვეგიაში. ესე იგი, მარშრუტი არის ქუთაისიდან ჩავფრინთ ვარშავაში, შემდეგ მატარებლით გდანსკში, რადგან პირდაპირ რეისი გდანსკიდან გაუქმეს და აი უკვე ახლა გვაქვს ფრენა ქალაქ ტრონჰეიმში, ნორვეგიაში. ყველაზე მარტივი გზა და იაფი გზა, ბევრჯერ კითხულობენ ხოლმე და გეტყვით, რომ არის პოლონეთიდან, ანუ გდანსკის აეროპორტიდან ნორვეგიაში მოსახვედრად. შეგიძლიათ იფრინოთ ტრონჰეიმში, შეგიძლიათ იფრინოთ ტრომსოშიც, ოსლოშიც და ყველაზე ესეთი მარტივად შესასვლელი მიმართულება არის ეს და მათ შორის იაფადაც. რეგისტრაცია გავიარეთ, ეხლა ველოდები ჩასხდომას და მივდივართ პირდაპირ ჩრდილოეთ ნორვეგიაში, სადაც მზე საერთოდ არ ამოდის, ოდნავ ნათდება და მალევე ღამდება. ჩამოვედით მანქანაში, ჩავჯექით თუ არა პირველი
ჩრდილოეთის სიალის ნათება არის აგერ. ღრუბლებში არის კარგად არ ჩანს, მაგრამ პირველად დაგხვდა უკვე. მიდი ნენელა დაძარი. თავგადასავალი. Really თავგადასავალი დაიწყო. Interesting. Will be It's interesting. four-wheel drive. It should be. Yes, it's all Yeah. 4x4. Oh my car. Okay. Oh. Oh, მეცმინდა. არ გადმოგიდეთ არც. სიდა. იმასაც გადაუვარდა მგონი. გამით. სიდა. სიდა აცადე გთხო. მართლა რა მოგივიდა ხა გაჩერდა. ბიჭო ცხვირი უფრო მოაქვს. აი ეგრე გეჭიროს. მიდი დავატრიალე. საჭე გასწორ. მივილია, მაგრამ ეს არ არის თქოსერ დგა უბრალოდ. ამოიყვანენ მირიანს ამოიყვანენ. მირიანი დაგვეკარგა. ვერ ამოვიდა აღმართზე? გასაგებია. ჩვენ ხმა ჩართლა რა მიცემ. გზიდან რო გადმოვხვდეთ ხო გახსოვს? გზა რო იყოფოდა მარჯვენა მარცხნივ. აი მანდ ვართ გზის გასაყარზე. ხო. ცია ბევრი წვალების სრიალის არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ მთელი გზა არის მოყინული, წყალი არის გაყინული. ბევრი წვალების და რისკის შემდეგ როგორღაც მოვედით. ეს არის შუაში გაჩერება და ესეთი პატარა რაღაცა კოტეჯში. გაველურდა. დღე მეორე ნორვეგიაში, აი ეს არის მაქსიმუმი რაც თენდება. გზა არის კატასტროფული, გუშინ ძალიან ბევრი საათი ვიწვალით აქ მოსასვლელად და დღეს უკვე უნდა წავიდეთ ჩრდილოეთისკენ. ანუ იმედია გავივლით. ესეთი ამბებია აქ. ეს იყო ჩვენი სახლი, რომელიც ძალიან პატარა იყო, მაგრამ პრინციპში საყვარელი. ანუ მესამე დღეა ვერ მივედი დანიშნულების ადგილზე და დღესაც ვერ მოვად. მივალთ ხვალ. ჩაყინული ტალღანა. დღე მესამე ნორვეგიაში და მეოთხე დღე გამომგზავრებიდან ჯერ ჩვენ კიდევ არ ვარ დანიშნულების ადგილამდე მისულები. ეს არის ბოლო უკიდურესი ქალაქი ბოდო და აქედან უკვე ვაპირებთ გემით გადასვლას კუნძულ ლოფოტენზე. ანუ კუნძული ლოფოტენი არის ჩვენ დანიშნულების ბოლო წერტილი
და აი ისეთი ძლიერი ქარია და ისეთი ძლიერი უამინდობა გვაქვს ეს დღეები, რომ ძალიან ნერვიულობთ, რომ ეს გემით გადასვლა არ ჩაგვეშალა. სტიქია ისე მძინვარებს და გადაიდო ყველა ჩვენი ფერი, რომელსაც უნდა გადავყანეთ ლოფოტენზე. ვაპირებთ, რომ წავიდეთ წრეზე, ანუ უფრო ჩრდილოეთით ავიდეთ და ხმელეთით ვსადოთ, მაგრამ იქაც გვიწევს პატარა ფერი. ამ ეტაპზე წერია, რომ მუშაობს, მაგრამ წინ 3 საათი არის ამ ფერიმდე და ამ 3 საათში ან იქნება ღია, ან არ იქნება. ამიტომ ძალიან ცუდი ინფორმაცია არის ეს ჩვენთვის. ძლიერი შტორმი არის, მოვიდა შეტყობინება, რომ წითელი დონის განგაში არის და არ შეიძლება ესეთი რაღაცა წყალთან დაკავშირებული ტრანსპორტის გამოყენება. წყალთან დაკავშირებული კი არა, ქალაქში არავინ არ დადის. ისეთი ძლიერი ქარი არის, აი რაღაცა ძლივს გათენდა და ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ვცადოთ ჩრდილოეთიდან გადასვლა, იმედია ის ფერიც არ დაიხურება, იმიტომ რომ 3 საათი არის იქამდე დარჩენილი. ანუ რაც უფრო ჩრდილოეთში ავთ, მე თუ უარესი იქნება გოგური. სადღაც გადასასვლელთან მე მოგიწევს. 4 საათი ვიარეთ სუმცირე უბედურებაში და აი ესაც დაიკეტა. რა გავაკეთოთ? არც დასარჩენი გვაქვს, ვერც ადგილზე მივდივართ, ვერც უკან ბრუნდებით. არის გზაზე კატასტროფა. ესაც დაკეტილია. რა გავაკეთე? არა საჭმელი, არა სასმელი. არაფერი ვერ ვქენით, არის დასარჩენი გვაქვს. არაფერი აგერ, ყველაფერი დაკეტილი არის, შტორმი არის. საშილესი და აი აქ არის მოსაცდელი სივრცე და აქ უნდა მოვიცადოთ, თუმცა რას უსტით არ ვიცით ეგ. ჭამოთ, დავისხენოთ და რა ვქნათ? ვიფიქროთ, რას ვშვებით. ანუ და რა ვქნათ, რომ ეხა მანქანის ჭდომას აქ დავსხდეთ. არანაირი წესასვლელი არ გვაქვს და აქ რჩებით მაშინ, დავრჩეთ აქ. აქ ვერ წვით და 9 საათი სიარული და მაინც ჩასვლა, ანუ 6 უკვე ვიარეთ და კიდე 9 საათი და იქაც არ გვაქვს დადასტურებული ის ამბები, რომ ფერი იქნება. აი სადაც აქ ხართ და გვინდა გადასვლა კუნძულებზე და ვერ გადავდივართ. თორე ყველაფერი გაუქმდა. ამიტომ დღეს all-in იქნება და ყველაფერს შევეცდებით, რომ ჩავიდეთ კუნძულზე. ჩრდილოეთ ნორვეგიაში მოგზაურობა, იცოდეთ, რომ მარტივი ნამდვილად არ არის, აი ძალიან რთული და ძალიან დიდ გაძლებას და ფინანსებსაც მოითხოვს, იმიტომ რომ აი დღეს წამოვიდით 6 საათი ვიარეთ და აღმოჩნდა, რომ სრულებით არაფრის მომცემი იყო ეს. იქ ადგილზე სადაც ფერით უნდა გადასულიყავით, აი რუკაზეც გამოჩნდება, ეხლა სადაც უნდა გადასულიყავით, იქ დაიკეტა, შემდეგ წამოვიდით 6 საათი მეორე ფერემდე იქაც დაიკეტა, მესამეს დაიკეტა შტორმის გამო და ეხლა ვცდილობთ, რომ კიდე ერთთან გავრისკოთ და მე ხმელეთიდან ძალიან დიდი წრე დავარტყათ. ამიტომ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. იმედია დღეს როგორმე ჩავალთ დანიშნულების ადგილამდე. დღე ალბათ არის უკვე მე-4 დაიწყო, კი არა დასრულდა. და ჯერ კიდევ ვერ მივედით ადგილამდე. ეს არ არის მარტო უგზოობის და შტორმის გამო, ზოგადად დიდი მანძილები არის დასაფარი. ასე რომ წარმატებები გვისურვებთ. მართალია სხვა ფერი ვიპოვეთ, სხვა მხარეს რომ მიდის, მაგრამ თავარია რომ სადღაც მივდივართ. მას შემდეგ რაც მანქანა შემიხორცდა
ზეკარი თუ ნორვეგია? ნორვეგია შეხედე რა ხდება. სად არა ვარ, ჩემი ტაკომატი, შეხედე, არაფერი არ აჩენს, საერთოდ. ყველაფერი ქანავს, საჯანდაბაში ვარ. ანუ ცოტა მართასაში ხდება. ცალი მარცხნივარი გადასავალი და ცოტა მარჯვნივ ჯობს. ავიღოთ. გამყინვარება დაიწყო, არავინ არ დადის და აი უცბად შედიხარ. არაფერში. არ მინდა გასვა. არ მინდა გასვა. ბიჭო. გასვა კი არა, სახში ხომ გადავიდეთ. თუ მივედით. სახლი არის ნამდვილი ძველი ნორვეგიული სუნიც ისეთი დგას ხის. ძალიან რთული დღე გადავიტანეთ. და როგორც იქნა ჩამოვახციეთ ლოფოტენის კუნძულებზე რეინე ქვია კონკრეტულ სოფეს თუ პატარა ქალაქს არ ვიცი. Dear guests, my daughter has made some bracelets. Oh, she's selling. Feel free to pick one. She wants almost that for one. ეს ჩიტები არიან, რომლებიც არქტიკისკენ ბინადრობენ. დამოვიწყდა რა ქვია. და ეს ნორვეგიული ძველი კოტეჯი არის თუ სახლი რაც ქვია. და არის ერთ-ერთი ფიორდივით არის და იმის ნაპირზე დგას ახლა ჯოხებზე. და ისეთი ხმებია ქარის დროს. ქვემოთ არის ზღვა. ავივიდე და ვიღაცა ჩემნაირი მოსული არის ჩვენ სახლს ვუღებს. აი სად ვართ. თიქო ცოტა აქეთ წამოდი. აუ მეცინდა 4 დღე ვიარეთ აი ამ ყველაფრისთვის. ჩვენ ვართ ლოფოტენის კუნძულებზე, ჩრდილოეთ ნორვეგიაში. იმდენად ჩრდილოეთით ვართ, რომ მზე არასდროს ამოდის, ეს არის რაც მაქსიმუმია დღის მანძილზე რომ განათდება და ესაც, რავი, რამდენიმე საათი არის და რჩება. ამინდი ძალიან რთული იყო გუშინ განსაკუთრებით, აი ესეთი გამოცდილება მე არასდროს მქონია, როცა 128 კმ/სთ იყო ქარი. ეს არის ძალიან ძლიერი ქარი, მით უმეტეს ემატებოდა ქარბუქიც და მოკლედ გუშინ ვიყავით ზუსტად 16 საათი გზაში ამ ყველაფრის გამო გადაიდო ყველაფერი, დაიხურა ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახციეთ.
მიუხედავად რომ აქ შემოდგომასაც ვიყავი, აი არ ვიცი, ეს არის ჩემთვის საუკეთესო ადგილი, სადაც შეიძლება რომ რავი ადამიანი მოვიდეს. ვიღაცას თუ თავყვარს და აი რაღაცას ოდნავ სიგრილეს ეგუება, ეს ადგილი არის აუცილებლად სანახავი. ძალიან უკირთ ხოლმე რატო ჩამოდივარ, აი ხა მაგალითად მესამედ რატო ჩამოვედი ნორვეგიაში და მაგალითად არ წავედი იგივე ფინეთში ან შვედეთში ან აი ესეთ რამეს იშვიათად ნახავ იქ. ანუ აი ესეთი მაღალი მთები, რაღაცა ფიორდები, ლამაზი სახლები იქაც არის, მაგრამ აქ არის მთელი ბუნების სილამაზე. ნორვეგია და ლოფოტენის კუნძულები აუცილებლად უნდა ნახოთ. აი წარმოუდგენელი. მე გასწავლით როგორ მოხვდეთ ნორვეგიაში რაც შეიძლება დაბალი ბიუჯეტით. ეს რომ გამოიყიდე ეკადრი მაქვს. რავის რო ჩაიწვია. დასვენდი? არა, მაგრამ მე უჭელი მეგონათ აღა დამიჯახებოდა. მაგ დროს გიღებდი ზუსტად. აუ ეს ვერ არის ღმერთო. აუ ეგრეც მინდა. არა. მოიბის ხო რაღაცას გოში. მოიცემეთ. ხვალ ახალი წელი არის და რა უნდა ვქნათ? ამაზე მიდის მსჯელობა. თქვენ რას ფიქრობთ, ბეილისი დათვრება ადამიანი თუ არ დათვრება? დაგვიწერეთ კომენტარი. სილამაზე ნახე ბიჭო. არქტიკასთან ვართ და იქავი ფასები არის, აქაული ფასები არის ესეთი. გაიმახსოვრეთ რომ 100 კრონა არის სადღაც $8.5 დაახლოებით. და საქმელად რომ მიცეთ და ფასები არის და რისთვის უნდა იყოთ მზად პირველ რიგში. მაგალითად ეს კარტლეტი 720 გრამი არის და ღირს 8 მაქსიმუმ $9. მისი ხორცი არის, მაგრამ ძალიან ისეთი ფასი არა თბილისშიულად იყიდი. ანუ პირველად რო ვიყავი ნორვეგიაში 2018-ში მეთქი ვაუ რამხელა ფასებია რა არის ეს თქო და 2022-ში ჩამოვედი ეგრე აღარ მომეჩვენა და ეხლა ვფიქრობ რომ თითქმის იგივე ფასი არის. ანუ აი გაგიკვირდება და ბევრი სხვაობა არ არის. ანუ ცირედი შეიძლება ისაც ახლა ჩდილოეთ იმაში ვარ რა ქვია ნორვეგიაში ვარ სადღაც სამყაროს ბოლოში. ზეთის ფასი დაახლოებით ეს არის $4. ისინი საერთოდ ძალიან ცოტა ვისახა. ძალიან ცოტა. ნორვეგიაში შეგიძლია რომ შედარებით ნაკლებ ფასად ანუ ყველას წარმოუდგენია რომ ნორვეგია არის რაღაცა უძვირესი და ქართულ რეალობაში შეიძლება 2018 წელს იყო, მაგრამ ეხლა ნამდვილად აღარ არის. თქო უნდა ფასტა სხვაობა, რაღაცა მცირედ რაღაცებზე, თქვა ბენზინი ღირს, თქო ბევრი ნახევარი. ჩვენი სახში მისასვლელი გზა არის გუშინ გავყვალავში. ჩამოვედით, მაგრამ ვიღაც ხოდა გადადიხვის დრო. აი აქ შევხვდებით ახალ წელს. ჩვენი სახლის შიგნიდან აქ არის აბაზანა, ცოტა ძველი სახლი არის, მაგრამ ძალიან სავალია. აქ აქვს საუნა. გაინული რო შემოხვალ. მე კაი აქ არის ნორვეგიის დროშა. საუნის ამბებია. აქეთ საძნებელი ოთახები. შიგნითა შეგახედებთ მაინც. აქ უკვე სიდამონი ზარეულობს. ეს არის სამზარეულო ოთახი. და აქეთ არის ძველი ნორვეგიული ხით გაწყობილი მისაღები თუ არ ვიცი რა ქვია. ეს მართლა დავდივართ ვეძებთ ციალს ამ ამინჩი, მაგრამ
არ ჩანს და რაღაც ნორვეგიულ ეკლესიას მოვადექით. სიალი ვერა, მაგრამ ბაჭია ვიყო. წავიდა, ტები. ძალიან ჩავედი ესაწალი. ხელი აუწე გააჩერე მეტი და help. Okay. Going forward or backwards? Forwards. Დიდ თალში ხარ. Please. Bicho, მინიკი დაკეთე, ოდნავ ტრაკით შედი. მოიყვანს კაკრა. მიდი, არა, კვანდა. საქართველოში რა არ გვახნის ხოლმე ეს დახმარებები და რა თქმა უნდა ვაგრძელებს. მირიან. საქართველოში არ ყოფნის ეს ამბები. რა ვქნა, თავისიანები არ უჩენებენ და. რა ცუდია. ჯერ ცოტა უკან მოდი, გაასწორე საჭიროები არიან გელები და ეს კიდე იგით გადის გამოდის. საკმარისია. აიღე და გაზი. აბა რა. აიყო ეს. მირიან, დაგვაპდეითე. არა, ვაპდეიხარ უწვალე და ბუქსირი ხონია. ყველად ვევნეთ, ვეწამეთ 40. აი, გაიწიეთ, რა და შორიდან გადაგეთ არ გაц. უიმე დედა. დედან მივაწო. ნელა. I'm just going to park it over here. Wait. No, please don't park. Please go. Directly go. Bye. Happy New Year. ნამდვილად არის. დავინახეთ. მირიან ეს თან ძალიან. მიდი დროზე. ძალიან დიდია. აი ისე დამიყენე რომ ეკლესია სიალის ფონზე გადავიღო რა. აი მე ყანაკუდი ძალიან. მიდი კიდე. არ ვიცი ტელეფონში რამდენად ჩანს, მაგრამ სიალი ჩვენთან არის. როგორც იქნა პირველი სიალი უკვე დავინახეთ და ძალიან მიხარია. აუ რა ხელად სიალი გვაქვს ნახე ბიჭო ძალიან დიდია ვაიმე რატო შვილო რატო მოკვდები ბიჭო ორი ტიპის ადამიანი არსებობს. ვერა სუაწითლდი არ არის ბიჭი ნორმალური. ამიდი. ეს არის ჩვენი სახლი. შიგნით სიტყვა და გარეთ არის ყველანაირი ამინდი. ვაიმე რა ლამაზია. ეს ის
რეინეს ტბა არის, ჩვენსაც უყურებდით ხო? ესე იგი, ისე მალე იცვლება აქ ამინდი, რომ ერთ წამს შეიძლება რაღაცა გადასაღები მომენტი იყოს და მეორე წამს ისე ვიწყება ქარიშხალი, ქარბუქი, თოვლი, რავი, ხშირ შემთხვევაში სეტყვაც. ხო და ამავინჩი რომ კომფორტულად ვარ და არ გვწივა, ერთი კარგი ბრენდის დამსახურებაა, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენო. ეს არის North Face და ვინც მიყურებს, ყველამ კარგად იცის, რომ დაუმსახურებელ პოზიტივს არავიზე არასდროს არ ვამბობ. ჩვენ ლაშქრობიდან მოვდივართ, ანუ მოლაშქრეები ვიყავით და იმ დროიდან მოყოლებული ძალიან კარგი თანამშრომლობა მაქვს. ხო და ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი ადამიანისგან გამიგია სხვადასხვანაირი აზრი North Face-თან დაკავშირებით და მე მინდა დღეს გაგიზიაროთ ჩემი პირადად ჩემი გამოცდილება. მოკლედ, ჩვენ ვიყავით 2018 წელს ნორვეგიაში. და მე სპეციალურად წამოვიღე ის დასაცმელი, რომელიც იქ მეცვა 2018-ში, 2022-ში ვიყავი და ისაც აქ არის და მინდა განახოთ ახლა რა მდგომარეობაში არის. ანუ ჩვენ დიდი ხანი ვხუმრობდით, რომ იქნება აღარ გვჭირდება ეს დასაცმელი, იქნება თავისი დრო, იქნება სადმე დაგვრჩეს და ესეთი ხუმრობები ქონდა ხომ და მე გავიაზრე, რომ ამ დასაცმელთან ერთად იმდენი კარგი რაღაცა მაქვს გამოვლილი, რომ უნდა შევინახო. და ეს სპეციალურად ნორვეგიაში წამოვიღე, რომ აი, ყველა ამაზე ცოცხალი და ამაზე კარგი მაგალითი ფიზიკურად ვერ გექნება. 2018-ში რაც მეცვა. მოდი აი ცოტა შუქზე. აი 2018 წელს რაც მეცვა არის ეს სურათებიც ამოვა ეხლა და არის ზუსტად იგივე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში წლების წინ იყო. ეს არის 2022-ის. ეს პიკროს ეცვა რაღაც მომენტებში რომ გავდიოდით. ამ გარეთ გავიტანოთ. იქ კარგად გამოჩნდება. აქედან ვერ გავალთ. ესე იგი, აი, შეიძლება ვიღაცამ არ დაიჯეროს, მაგრამ ეს არის ნათელი მაგალითი, რომელიც ეს მეცვა 7 წლის წინ, ეს მეცვა მესამე წელია. და ფიქრო გადავს, რომ ვინც მიცნობს მე, იცნობს ამზე დასაცდო და ანუ მარტო მე კი არა, ხან ფიქროს, ხან ბუბს, ხან ყველას ეცვა რაღაც მომენტში მაინც. და მე მივხვდი, რომ კი არ უნდა დაიკარგოს. ეს დასაცმელი არის ისტორია უკვე და უნდა შევინახო. ამას პირობას ვდებ, რომ სადღაც დიდი შუშის ჩარჩო მექნება და ჩამოვკიდებ ესე, რომ ანუ იმდენი წელი გავატარე ამ ზედასთან და ის რაღაცა ისეთი წლები იყო რა. ლაშქრობა, ამბები, გადაღებები, რაღაცებს ვიწყებდით. სხვა შორის North Face იყო ერთ-ერთი კომპანია, ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც აი მე გადაღების მხრივ ხომ მუშაობდი და აი ამ მაგ პერიოდში ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც ესე პირდაპირ მენდო. მოკლედ პირობა იყო ესეთი, რომ აჰა შენ ფული, აჰა შენ აღჭურვილობა და გადაიღე ის რაც გინდა და როცა გინდა. ანუ ეგ იყო ყველაზე დიდი ნდობა იმ პერიოდში, როცა რაღაცა ჯერ კიდე დამწყები გადამღები ვიყავი. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. თავარი კითხვა არის რა? ჩამეტევა თუ არა ეს? ოდა ნახოთ. Every now and then something comes along. Never know just when it takes you by surprise. It takes you by surprise. შეიცვალა. ოფრიდი და რა ხდება? ჩემი კაი ამა შეხედა. ანუ აი ამას ვამბობდი, დავფრინავდი 2 წამის წინ. რაღაცა კარგი შუქი იყო და დასმა ეს ვერ ჩავდე, ვერ გავდიშე. ისეთი ამბავი არის, ბიჭო. წამებში შეიცვალა ყველაფერი. რა ულამაზესად გიზევთ. კაცი შვილი არ არის გარეთ. აი მე არავინ არ არის. ეზოშიც კი არ გამოდიან, ისეთი ამინდიან. აქეთ უკვე არაფერია, სახთან ალბათ შეიძლება მზიარა მოდის, მაგრამ ჩვენ დავხვდეს ამას. ეხმაში ქართულ
Davli kafası darmışım. Düzü çabuk darmışım. ესე იგი ახალ წელს საცივის გარეშე ხო ვერ ვიქნებოდით აი გოძნაკი გამზადდა და საცივი აუცილებელი ამბავია ხო და სახში აი ესეთი ამბავია არ მუშაობს არაფრად არ ვარგა და ხო არ დავყვით ფარხმალს და აი სიდას კონვეირია ხელებზე და 3 იანვარი ჯერ კიდე დაჭრის მომენტში ვართ ალბათ მოგვიწევს როდესმე თურმე ნახე რა აღმოჩნდა ჩემი როგორი დანიწვდი თურმე შეგა აპლიკაციით ვნახეთ რომ უკვე დიდი არის შანსი რომ ციალი იყოს და აი ევაკუაცია გაქვს საცივს ვაკეთებთ მაგრამ ყველანი გავრბივართ გარეთ რომ რაღაცა ლოკაცია ვნახოთ და გადავიღოთ ციალზე სანადიროდ გამოვედით და რა თქმა უნდა ხედავთ რა ლამაზია ესე მარტივად კი არ არის ვიღაცაებთან რომ სახიდან გამოვლენ და გაიხედავენ და ციალი არის არა რასთან 1000 კილომეტრი უნდა ვიაროთ რომ ამას მივაგნოთ უნდა გავჩერდეთ რა მიფარე ვიზია აი გააჩერე ან ძალიან ნელა უნდა იარო ან გააჩერო არა კითხავ იქნება მეორე მანქანა უკვე დავარდილი არის გუშინ ერთი ასეთი გამოვიყვანეთ უკვე და Are you okay? Yeah, can I help you? Can I help you? Where are you going? We'll go to I ვინმეს თუ ეგონა რომ ტუბერკულოზის საცივი არ გექნებოდა ვერსად ვერ ვიყიდეთ ალკოჰოლი ხოლოდ იყიდება ლუდი ალკოჰოლი რო იყიდო უნდა წახვიდე რამდენიმე საათის გზაზე ხოლოდ ერთ მაღაზიაში იყიდება და იქ შეგიძლია იყიდო ალკოჰოლი კაკას დავიწყებ ცუდადაში საავალი მე შვია ბაღმერთა რო არ მოგწვიდე მალობა რო გადაგვაჩინე გზაზე ნაიტობა რო გუშინ გვაჩუქეთ ციალი გთხოვ დღესეს და ხვალას და ზეგაჟას ენა მაქვართ ყოველ დღე გვაჩუქო ციალი ყოველ დღე გვაჩუქო ციალი დაფილოსფერი ლურჯი მწვანე წითელი ყველაფერის მეც უნდა ვთქვა რამე ყველა მე თუ დაგვილოცე საკვები რომ არ მოვიწამლოთ აი ეგ მნიშვნელოვანია ნუ ღმერთო ამეთ ხბაში ნუ ჩაბგოთ რაღაცნაირად პირველად რაღაცა აი მრავალ ახალწეს ღმერთო დოჯი მოგვახვედრე აქ გთხო მესამე ვარ და მეტი რაღაცა გამოვხე მერთო ფანტაზია მოგვეცი რომ სხვაგან წავიდეს კიდე დოჯი რა მოგვახვედრე ამი დავტოვეთ რეინე და მივდივართ ახალ ლოკაციაზე Had a good thing going and laid it all down. It's been 500 days since I've left and I don't remember why I drove away, knowing that I want you back someday. I'm tired of this single cab with a long bed, just a single man going nowhere, grown weary of all the sunsets, all the yellows and orange and red, the long drives on an open road, and the Sunday afternoons I'm
tired of living this beautiful life without you. Without you. I wish you were there for that. ეხლა ვარ ადგილზე, რომელიც არის სამყაროს კიდეში, ჰენგსვი არის ქვია, თუ სწორედ წარმოთქვა და ამ ადგილის ფოტო ერთხელ მაინც ყველას გაქვთ ნანახი. ეს არის სტადიონი, რომელიც კუნძულზე არის განთავსებული და სამწუხაროდ ეხლა თოვლიდებს და ესეთი ეფექტი არ აქვს, მაგრამ ზოგადად ძალიან ლამაზი ადგილია. ჩემი რეკომენდაციით რეინეს შემდეგ არის ერთ-ერთი საუკეთესო ლოფოტენზე. ცოტა დაგვაღამდა, ბნელდება, აქ ბავშვები ერთობიან, სტადიონად ეს როგორც ჩვენ მქონდა ნანახი არ არის, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ესაც დავაპლიუსე წინა ჩამოსვლაზე აქ მოსულ ვარ, მაგრამ ეხლა მომეცა შესაძლებლობა, რომ მოსულიყავი. გადავდივართ შემდეგ კუნძულზე და ესეთი არის ფერი 1 საათიანი. კიდე ერთი არის გადავარდნილი აქედან. სამაშველოზე ვართ რა. აი ესე დაეშვები გვირაბში და მე ნენელა ჩადიხარ წყლის ქვეშ. არ ვიცი ჩანს თუ არა, მაგრამ ზემოთ არის საოცარი ციალი. ნახე, ტელეფონის ვიდეოში გამოჩნდა, პირველად ხდება ეს. ტელეფონის ვიდეოში გამოჩნდით ხო? ამა შეხედე. ეს არის ანუ აი წარმოიდგინეთ ეხლა აი რასაც რეალურად ტელეფონში ხედავთ არის ბევრად ლამაზი, იმიტომ რომ ტელეფონი ვერ იღებს სიგნალებს და მაინც როგორ ჩანს ნახე. წარმოუდგენელი ციალი ვაკეთე. ეგეთი ციალი მეორე არასდროს მაქვს ნანახი, ეს იყო შოკი. შოკი, ანუ აი საოცრება იყო. აი გავუკვალა თავში გადავედით რაღაც უცხო სახთან და იყო შოკი. მართლა არ გვინახავს ესეთი არაფერი, მესამედ ვართ ჩამოსულები და უბრალოდ ფერებს ისე იცulis და მართლა ისე ლიცელიცებს მართლა ცეკვა. ეთქალი რომ დაახამხამა ფერი გამოგრჩება და ფორმა და მოძრაობა.
კაი, ესე იგი, ძალიან ბევრი დღე ვეძებდით ჩრდილოეთის ნათებას. და ამისთვის არის ყველაზე საჭირო პირველ რიგში ბნელი ადგილი და მეორე რომ ზონაში ხვდებოდე. მე ვიყენებდი აურორას, აი დაახედე იქნება ჩანდეს. აურორა ქვია აპს, ლურჯი ხეები ხატია. და აქ როგორ უნდა მოიხმარო. არის აურორას მები, ანუ რა ტერიტორიას ფარავს. აი ხა მაგალითად ჩვენ ლურჯ წერტილში ვართ ჩვენ. ეს არის წითელი ზონა და შემდეგ არის უფრო ღია ფერი და მე არის მწვანე ზონა. ეს ნიშნავს რომ აქ წითელ ზონაში არის ციას თუ ნახავ, ყველაფერი იქნება. ანუ ჩვენ ვნახეთ 4 ფერთა გრადაცია, ანუ გადადიოდა და აი ესეც ეკვავდა და აი წარმოუდგენელი შოკი იყო, ისეთი ლამაზი ხო რეალურად. აქ აქვს შემდეგი ფუნქცია, რომ ღრუბელსაც გაჩვენებს, ანუ თქვენ გჭირდებათ, რომ ციალთან ერთად იყოს ღრუბელიც, არ იყოს უпроსორად, ანუ ორივეს პროგნოზი უნდა დაემთხეს. სუფთაცა. და შემდეგი არის ორივე ერთად, აი ღრუბელი და ციალი. ეხა აქ არის პროცენტულობა. მაგალითად, ეხა გვიწერს, რომ სადაც ჩვენ ვართ, არის 67% იმის ალბათობა, რომ დაინახო, მაგრამ იგი მას ანიშნავს, რომ ეხა სუფთაცა თუ გაქვს, სადაც გაიხედა ყველგან ციალი იქნება. რაღაც მომენტში მოდის და რაღაც მომენტში მიდის. და შემდეგი არის ლაივ კამერები, ეს არის სხვადასხვა ადგილებში, როგორ არის ციალის მაჩვენებელი, ანუ ლაივ კამერა არის უბრალოდ ჩართული და სხვადასხვა ლოკაციებზე უყურებ არის თუ არა. ეს აპლიკაცია დაგვეხმარა ძალიან რომ რეალურად გვეპოვნა. ხო, ანუ აქ რო ეძებ ამ აპლიკაციაში, შეტყობინებები მოგდის, რომ თუ სუფთაცა გაქვს 1 საათში დიდი ალბათობა არის, რომ აურორა ნახო. და იდეალურად გამოსაყენებელი არის. აქ თუ დააწვევი, შემდეგ გაქვს ეს არის მეორე აპლიკაციიდან გადმოტანილი სკრინი. ეს არის დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსი და ეს მოძრავი. მე უკვე შეგიძლია აქედან ნახო, აი მაგალითად ნორვეგიის ეს მხარე სანაპირო ეს არის და ამის მიხედვით დროთა განმავლობა შეიცვლება და ამ ორი რაღაცით შეგიძლია პროგნოზი გამოთვალო, სად და როდის და როგორ ნახო ჩრდილოეთის ციალი. იმედი გამოადგება ვინმეს. მოვახციეთ. აქტიკ კაბინებში თოვლია 200. არც ვიცით შიგნით რა ხდება. როგორ საწოლებია. ესე გათენდა მეორე დღე, არ ვიცი, უკვე ბნელდება, იმიტომ რომ აქეთ ძალიან მოღუშული თოვლიანი ამინდი იყო და ჩვენ ვართ არქტიკ კაბინში. ეს არის რაღაცა ისე დიდ თოვლში ჩაფლული ქოხები ჩვენ ენაზე რო ვთქვათ. წარმოუდგენელი დღე იყო გუშინ, აი თელი გზა, ციალი, აი ეს ყველაფერი იყო წარმოუდგენად ლამაზი, ანუ მე ციალი წინა ჩამოსვლისასაც ვნახე, მაგრამ ესეთი მასშტაბის, ესეთი სრული მოცულობის, აი ზემოთ რო აიხედავდი და სვეტებად რო ეშვებოდა პირველად ვნახე. აი ეს იყო დღე, რომელიც ცხოვრებაში არასდროს არ დამავიწყდება, იმიტომ რომ
ესეთი რამე ნანახი არ მქონდა მე. ანუ არასდროს არ მინახავს ესეთი აი არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, რთულია რაღაცა სიტყვას მოუყარო თავი და გადმოსცე ის რაც იყო გუშინ. ფაქტიურად ჩვენი მისია გუშინ იყო გარდამტეხი მომენტი და ჩვენი მისია ამით შესრულდა. ხვალ ახლა მივდივართ ჰასკიტურზე ძაღლებით ამ დიდ თოვში, ანუ აქეთ გაცილებით დიდი თოვლია, ეს ლოფოტეინიდან ცოტა განსხვავებული ადგილი არის, იმიტომ რომ ბევრად მეტი თოვლია, იქ კუნძულებია, წყალია, უფრო აქეთ ბევრად დიდი თოვლია და აი ესე დიდ დათოვლი ნაძვებში ხვალ წავალთ ჰასკიტურზე. მგონია რომ ძალიან მაგარი თავგადასავალი გველის წინ. თან აი ეს ცielis ამბებიც რომ ნახეთ უკვე და ეს მისია შესრულებული, ეხლა უკვე ძალიან თავისუფლად ვარ, ცოტა დღეს დილით დავისვენეთ კიდეც და აი ხვალ დილიდან უკვე დაიწყება ეს ტური და მე მგონია რომ მაგარი თავგადასავალი გველის წინ. მიდის. რა ხდება, შეხედე. ხედავთ რა ხდება? ანუ თქვენც ამას ხედავთ, რასაც მე თან ტელეფონით რო ვიღებ. აუ რა ლამაზია, ნახო. ვაი, როგორ გამკვეთრა. ესეთი მკვეთრი მგონი არც გვინახავს. მიგენ მოატრიალე კამერა. ახო, ეს რა ხდება, შეხედეთ. ანუ იმ დღის შემდეგ კიდე თუ რამეს ვნახავდი, არ მეგონა და ნახეთ ეს რა არის. ვაიმე. აი სხვა სტუმრებიც გამოვიდნენ. ბიჭო! ალღასავით არის, ნახე ეს რა აკეთებს. ვიდეოში არასდროს არ ჩანდა. აი ეს მართლა სიგიჟე იყო. რა? ეს ფენომენალური იყო. რაც ამ დღეებში აქეთ მოდი. სიტყვები არ ყოფილა. ყველაზე მაგარი იყო, ყველაზე მკვეთრი იყო, რაც ნახეთ. ნახე, აი კიდე დაიწყო. ყველაზე ლამაზი ფორმები ყოლა თან. მარტო სიმკვეთრე არა. ფორმაც რაღაცნაირი ქონდა. აი მეტი იდეალური მომენტი რა გქონდა, ხო დავსდები. დღეს პირველ თავის ფეხით მოვიდა ჩვენთან. მოვიდა, კაია, თქვენი დამისა. ახლა ჩვენ დავსდები, დღეს თავის მოვიდა ჩვენთან. ეკრანი გაიქინა. -18. დოსე. არა, სახლ ტყეში ნაცში. ესეთ განან ლოსები და გვიყურებენ. შორი ახლოს. ნორვეგიის ერთ-ერთ სოფელში ვართ და ეს არხეინად გაძეგლებულები
12 გრადუსი მინუსი ოღონ. და ეხლა ვაპირებთ რომ წავიდეთ ძაღლების მარხილით. სადღაც არ ვიცი სად მივდივართ ოღონ. ძალიან დიდი თოვლია, ყველგან ლოსები დარბიან. უკიდეზე დიამიტია, მაგრამ რას ისა ბოლო დღე არის ჩtildeოეთში ხვალ უკვე ვეშვებით ტონჰეიმისკენ და ეს ამბები არის გასაკეთებელი დღეს. ასე რომ თავს უნდა შემოუძახოთ რომ -10 არის ამ წამს გარეთ დღის 12 საათზე რომელიც უკვე ღამე არის და დავსვდეთ ციგაზე მარხილში. I'm gonna explain to you how you do it. Yes, we're just going to. Okay. გამოუშვებს ახლა ძაღლებსა და იწყებენ აქ სირბილებს და მოგვახტებიან. გაცვია. აი ფეხსაცმელზე დამატებით მოხდეს ჩასაცმელი რომ ძალიან მაღალ თოვში ვიქნებით ხო და Go, aha, მიდი. We need to find the dog. So just take it over the head. It can be difficult sometimes, and then you take the head, and then you take it back. You take it in the moipero, shake or this looks like this. So the army that I think that's stop. And then you turn it around. And then the feet. Sorry. ჰა მახტებიან დაბაზე წევ თუ Oh my goodness. Yes. Timmy to guy kilometers. I can do it. Yeah. And then we let you drop the Vai ver a cadreps mujer. Sometimes they can jump. Oh, and the scratch. It's no. This Schlitz is the same for the Schlitz dogs in many hundred years. They are 10,000 years. The first Schlitz driver drive here. Amazing. And the Schlitz is the same all the time. This is make or this wood, some called birk, and they are very you can because all thing is the rep. This is rep. So this is go very in North America. It's called mussers. You know, mussers. This is mussers. If leave the Schlitz, he is dead. Yes, because the dogs is running. Will continue running all over and the you're mountain, and So main thing don't is leave the Schlitz, and you must stand on this brake. This is the brake. This is the only things you can do. Just stand here. ხოლო მზადება იმედია ისმის ჩემი ხმა აქტიკაში ვარ და მივდივართ მარხილებით სადღაც შორს იმედია ყველაფერი კარგად იქნება ჩემი ხმა არ მესმის მე თვითონ ფიქრობ მზად არის უკვე ვერთო ზადავართ ხალხო
ერთი სული აქვს გავარდნენ. ნახე როგორი კაჩება. და სალავე პა. ეს ჩემი მარხილი იყოს. ამბავი ის არის რომ ყველას დაჭირდა დამატებითი ტანსაცმელი. ხო და მე არ დამჭირდა. ზადვარ არქტიკაში ალბათ ეხარი უკვე საკმაოდ დაღამდა. რო წამოვედით -12 იყო გარეთ. და აქ ისეთ ბუნებაში გამოვედით უკვე რომ არის ალბათ ერთი -17. მაგრამ საერთოდ აი 0 არის სიცივი შეგრძნება. ზუსტად ვიცი რომ კიდე ჩამოვალ, ეს არის წარმოუდგენელი. აი წარმოიდგინეთ სადღაც ტყეში მარხილებში ჩაბმული, ეს არ არის ტურისტული რაღაც, აი ძალიან დადგმული რო არის, მართლა ველურ პირობებში დავდივარ სადღაც. წარმოდგენა რო გაქვს ძალიან ცივა, მაგრამ ვის ადარდებს? აი საოცარი არის უკასი დამოდის. ვაიმე, რა სიამოვნება. უკვე დაახლოებით 2 საათი გავიდა და რაღაც შესვენებამდე უნდა მივიდეთ. ია! დაღლები ძალიან დაიღალე. ანუ ამ მოგზაურობაში რაც აღმოვაჩინეთ არის ის, რომ აუცილებლად ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო ჩრდილოეთის ნათება, ოღონდ აი ცოტა დიდი რო არის და მასშტაბური ეგეთი და აუცილებლად უნდა წახვიდე ჰასკი ტურზე. აუცილებლად. და როცა ძაღლს უჭირს ფეხით მიახმარო, რომ დაიღალნონ. ჩინეთ ერთი რამე ამ მოგზაურობაში. აბა რა? ორ ფეხზე დგომა შემიძლია. დაწუნებული.
დასრულდა ეს ეპიზოდიც. ჩვენ კეტრონჰეიმში ვარ და ხვალ პოლონეთში და ზებგვე თბილისში დაბრუნდები და იწყება ახალი ამბავი. ტაკომას აღჭურვილება უკვე ჩამოვიდა, ახალი კარავი, კუნგი და სხვა დეტალები და ვიწყებთ ჩვენი ომელენდერის განახლებას და დიდ მოგზაურობას ზამთარში. ანუ გეგმაში გვაქვს რომ წავიდეთ ძლიერ ყინვაში დიდ თოვში და ერთი რამე გავატაროთ, როგორც დაგეგმილი გქონდა. ანუ მთელი მუღამი ის არის რომ აი ნორვეგიის მსგავსად უნდა შევძლოთ ძლიერ ზამთარში, მკაცრ ზამთარში დავუშვათ ერთი ღამით, ასე რომ გამოწერა არ დაგავიწყდეთ და მომავალ ეპიზოდამდე